მოგესალმებით, მე ვარ სალომე ზურაბიშვილი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ყოველკვირეულ რუბრიკას ბიზნესსა და ევროკავშირზე საუბრები, რომელიც მხარდაჭერილია USA-სა და შვედეთის მიერ. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ ბიზნეს პრაქტიკაზე, კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით, იმ მდგრადობის სტანდარტებზე ვისაუბრებთ, რომლებიც აღებული აქვს ჩვენს ქვეყანას ვალდებულებად ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით. Როგორ იღებს პასუხისმგებლობას ბიზნეს სექტორი აღნიშნული სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით, ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ განახლებადი ენერგიის სექტორის წარმომადგენელ კომპანიასთან ერთად. აღნიშნული კომპანია არის ტატა ჯგუფისა და ნორვეგიული კომპანია Clean Energy ინვესტიცია საქართველოში და ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად თუ როგორ უწყობენ ხელს, როგორ საქმიანობენ საქართველოს კონტექსტში და ევროპული სტანდარტების ინტეგრირებას როგორ ახდენენ როგორც ოპერაციებში, ასევე ჩვენს ქვეყნის მდგრად განვითარებას როგორ უწყობენ ხელს. შევხვდეთ ჩვენ სტუმარს, ჩვენი სტუმარი არის აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი სატიშ ბაჰატი. შევხვდეთ სტუმარს. Hello Satish, thank you so much for being our guest. Please take a seat. Satish, thank you so much for being today. Satish, მადლობას გიხდით ჩვენს გადაცემაში სტუმრობისთვის. საინტერესო იქნება მიმოვიხილოთ თქვენი საქმიანობა დასავლეთ საქართველოში. როგორც ვიცით, აჭარისწყალი ჯორჯია დიდ ყურადღებას აქცევს კომპანიაში საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას. ამასთან ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერას. გვიანბეთ მეტი კომპანიის შესახებ, რას საქმიანობს აჭარისწყალი ჯორჯია საქართველოში, როდის დაარსდა და რა არის მისი მიზანი. დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. ყოველთვის ასიამოვნოა თქვენთან ურთიერთობა. აჭარისწყალი ჯორჯია ნორვეგიული კომპანია Clean Energy ინვესტისა და ინდური Tata Power-ის ერთობლივი საწარმოა. ორივე პარტნიორი კომპანიის 50%-იანი მეწილეა. ჩვენ ვფლობთ ჯამურად 187 მეგავატის სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადს საქართველოში, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს შიდა ელექტროენერგიის მოთხოვნილების დაახლოებით 4-5%-ს. კასკადი მოიცავს 178 მეგავატის სიმძლავრის შუახევი ჰესს და 9 მეგავატის სიმძლავრის სხალთა ჰესს. შუახევის ჰესების კასკადი არის მნიშვნელოვანი ობიექტი საქართველოს ენერგოსექტორისთვის, რომელიც არა მხოლოდ გარკვეულწილად აკმაყოფილებს საქართველოს ენერგეტიკულ მოთხოვნებს, არამედ ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჩვენ ამავდროულად ელექტროენერგია გაგვაქვს ექსპორტზე თურქეთის მიმართულებით. როდის დაიწყო კომპანიამ საქართველოში საქმიანობა? ჩვენ უკვე მრავალი წელი არა საქართველოში საქმიანობას ვახორციელებთ. მშენებლობა 2014 წელს დავიწყეთ, ხოლო ელექტროენერგიის გამომმუშავება 2020 წელს. უკვე მე-4 წელია ვმუშაობთ, მე-5 წელი დაიწყო. ჰიდროელექტროსადგური ძალიან კარგად მუშაობს მიწოდებისა და გამომმუშავების მოცულობის თვალსაზრისით. გასული წელი ერთ-ერთი საუკეთესო წელი იყო უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით. როგორ უზრუნველყოფთ სტანდარტების დაცვას? თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს არის ნორვეგიული Clean Energy ინვესტისა და ინდური Tata Group-ის ინვესტიცია. თქვენ ვალდებული ხართ მიხვდეთ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელთა გათვალისწინებას ეს კომპანიებიც ითხოვენ თქვენგან. როგორ უზრუნველყოფთ ოპერაციების მდგრადობის სტანდარტებთან შესაბამისობას ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით? დიახ, ჩვენი მფლობელები, როგორც ნორვეგიული Clean Energy ინვესტი, ასევე ინდური Tata Power-ი, წარმატებული მოთამაშეები არიან თავიანთ სფეროებში. როდესაც ვახსენებ Tata Power-ს, ეს არის კომპანია, რომელიც ამუშავებს 109 წლის ელექტროსადგურს. ასე რომ ჩვენ გვაქვს ექსპერტიზა ენერგოსექტორში მუშაობისთვის, იქნება ეს გენერირება, მიწოდება, განაწილება თუ სხვა დამატებითი ღირებულების სერვისი. ასე რომ ჩვენ შემოგვაქვს უზარმაზარი გამოცდილება და შესაძლებლობები საქართველოში. შესაბამისად, წარმატებით მართავთ ჩვენს ჰიდროენერგო ობიექტებს ევროპული სტანდარტებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. ასევე ვიცავთ საერთაშორისო სტანდარტებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ტექნოლოგიას, როდესაც საქმე ეხება CSR-ს და როდესაც საქმე ეხება მდგრადობის მიზნების შესრულებას. ჩვენ ყველა ძირითადი მიზანი გვაქვს შერჩეული და ვმოქმედებთ შესაბამისად. თუ შეგიძლიათ მეტი გვიანბოთ მდგრადობის სტანდარტების შესახებ, როგორ ნერგავთ ამ სტანდარტებს თქვენ საქმიანობაში? რა არის პრიორიტეტული სფეროები კომპანიისთვის? ასევე მდგრადი განვითარების რომელი მიზნების შესრულებას უწყობთ ხელს საქართველოში თქვენი საქმიანობით?
ჩვენ ვართ გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილე და მისი სტანდარტების შესაბამისად გასულ წელს განვსაზღვრეთ 6 მიზანი, რომელიც მოიცავს სიღარიბის აღმოფხვრას, გენდერულ თანასწორობას, ხარისხიან განათლებას, ხელმისაწვდომ და უსაფრთხო ენერგიას, ღირსეულ სამუშაოს და ეკონომიკურ ზრდას და კლიმატის მდგრადობის მიღწევას. რამდენადაც ვართ სუფთა ენერგიის მწარმოებელი კომპანია, ჩვენ გარკვეულწილად წარმოვადგენთ კლიმატ შესაბამის კომპანიას, მაგრამ რაც შეეხება მიწოდება სტანდარტებთან შესაბამისობისა და სოციალური ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს ჩვენი წესები და როლები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. რა არის ეს სტანდარტები? მაგალითად, ჩვენ ხელმძღვანელობთ ISO 14001 სტანდარტით, როდესაც საქმე ეხება გარემოს დაცვით შესაბამისობას. ჩვენ ასევე ვიზიარებთ ISO 26000-ის მოთხოვნებს, რომელიც საუბრობს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. ასევე ხელმძღვანელობთ ISO 46000-ით, რომელიც ეხება დაწესებულებების მართვის წესებსა და სხვა საკითხებს. ჩვენი საქმიანობა მუდმივად მოწმდება სერტიფიცირებული აუდიტორების მიერ ამ სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით. მას როგორ უზრუნველყოფთ, რომ თქვენი თანამშრომლებიც იყვნენ ინფორმირებულები და მხარს გიჭერდნენ, გეხმარებოდნენ ამ სტანდარტების თქვენს საქმიანობაში დასანერგად? ჩვენ სისტემური მიდგომა გვაქვს, როდესაც საქმე ეხება ამ მიზნების სხვადასხვა ვერტიკალში გადმოტანას. ეს არის პროცესი, რომლითაც ვისახავთ მიზნებს შესაბამისი სფეროებისთვის. მაგალითად, გვაქვს შესაბამისობის მიზნები, გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობის მიზნები და გვაქვს ტექნოლოგიური ინოვაციების მიზნები, რაც ერთობლიობაში ხელს უწყობს მდგრადობას. წლის დასაწყისში ვისახავთ მიზნებს, ვამტკიცებთ ბიუჯეტს და შემდეგ უზრუნველყოფთ მის შესრულებას. რაც შეეხება კორპორაციულ მდგრადობას, ეს ჩვენი DNM-ის ნაწილია. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად მივუდგეთ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერებთან, სამთავრობო უწყებებთან და სხვებთან ერთად ვიკვლევთ დაინტერესებული მხარეების საჭიროებებს, რეგულარულად ხვდებით ადგილობრივ თემებს და იდენტიფიცირებას ვუკეთებთ მათ სოციალურ საჭიროებებს, მოთხოვნებს და ასე შემდეგ. საპროექტო ეტაპზე ვგეგმავთ პროექტს მუნიციპალიტეტებთან და მერებთან კოორდინაციით იმ არეალში, სადაც ჩვენ საქმიანობას ვეწევით. კონცეპტუალიზაციის ეტაპიდან განხორციელების ეტაპამდე სისტემური პროცესია, რომელიც იგეგმება ყოველწლიურად შესაბამისი ბიუჯეტით. As you mentioned, you also plan those. როგორც აღნიშნეთ, თქვენ გეგმავთ პროექტებს თქვენს თემთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაციით. რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიის ოპერაციებში კორპორაციული მდგრადობის სათანადოდ დანერგვისთვის დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაცია და მათთან თანამშრომლობა? ეს მნიშვნელოვანი კითხვაა და ჩვენ ამ საკითხებზე ვმუშაობთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციას ამ რაიონში ან სულაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. აუცილებელია თანამშრომლობა სხვადასხვა პარტნიორს შორის. რაც შეეხება ტექნოლოგიურ პარტნიორობას, ჩვენ თანამშრომლობთ ბევრ ევროპულ და ამერიკულ კომპანიასთან. ვიღებთ უამრავ მონაცემს და ინფორმაციას მათ შორის ჩვენი ინვესტორებისგან Clean Energy Invest-ისა და Tata Power-ისგან. დავამყარეთ გრძელვადიანი ურთიერთობა რეგიონის მნიშვნელოვან მოთამაშეებთან, თურქულ ენერგოკომპანიებთან, ჩვენი ტექნოლოგიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. რაც შეეხება მდგრადობას, ჩვენი გუნდები მუდმივად გადიან ტრენინგებს. სწორედ ახლახან დაბრუნდნენ ჩვენი თანამშრომლები ირლანდიიდან, სადაც ამ მიმართულებით მნიშვნელოვან საერთაშორისო ტრენინგებს დაესწრნენ. ჩვენი თანამშრომლები ასევე ესწრებიან გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს, ასე რომ პარტნიორობა ყველა მიმართულებით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ვმუშაობთ ყველა თქვენგან თან უფრო ძლიერი მდგრადი ურთიერთობის დამყარებაზე. What are the challenges that თქვენ ისაუბრეთ როგორც გარემოს დაცვით, ასევე სოციალური კუთხით არსებულ გამოწვევებზე. საქართველოს რეგიონებში ოპერირება ნიშნავს, რომ არის უამრავი ადგილობრივი გამოწვევა, რომელიც უნდა გადაალახოთ. როგორ უწყობთ ხელს თქვენი საქმიანობით აღნიშნული გამოწვევების გადაჭრას? აღნიშნულ კითხვას ორ ვერტიკალში ვუპასუხებ. ერთი შეიძლება იყოს გარემოს დაცვითი გამოწვევები, მეორე კი სოციალური. როდესაც საქმე ეხება გარემოს, ჩვენ გვჭირდება მდგრადი ოპერაციები, მსოფლიოს ახალი ტენდენციების შესაბამისად. გარემოს დაცვითი მიმართულებებით რეგულარულად ხდება პარამეტრების მონიტორინგი, იქნება ეს ბიომრავალფეროვნება თუ სხვა. მაგალითად, წყალქვეშა სიცოცხლის თვალსაზრისით ყველა ეს პარამეტრი რეგულარულად კონტროლდება. ჩვენ რეგულარულად ვატარებთ ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს იქთიოლოგების მიერ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ოპერაციები არ მოახდენს გავლენას წყლის გარემოზე. გარდა ამისა, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსერვაციის ღონისძიება აჭარის წყლის აუზში თევზის გაშვება განვახორციელეთ. დღეისთვის მდინარე აჭარის წყალში წითელ ნუსხაში შეტანილი 30,000 კალმახი არის ჩვენს მიერ გაშვებული. ამავდროულად შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სოფლებში ხეების დარგვა ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წვლილია კლიმატის მდგრადობის მიღწევის პროცესში. რაც შეეხება სოციალურ გამოწვევებს, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ადგილობრივ თემებთან. მათ იციან, რომ ჩვენ ვართ საიმედო პარტნიორი მათ რეგიონში, რომელიც მუდამ ხარს
უჭერს მათ სხვადასხვა ასპექტში, იქნება ეს განათლება, ფინანსური მხარდაჭერა, თემების განვითარებაში თუ სხვა საკითხები. ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული ადგილობრივ თემებთან, შუახევი ჰესის განვითარების დასაწყისში და ეს გრძელდება ელექტროენერგიის გამომუშავების ეტაპზეც. მათი საჭიროებები მუდმივად იცვლებოდა, ჩვენ შესაბამისად ვცდილობთ მათ მოგვარებას. თუ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას შევხედავთ, იმისთვის რომ კომპანია მდგრადი იყოს თავის საქმიანობაში, მნიშვნელოვანია ჰქონდეს ხელშემწყობი გარემო. როგორ შეაფასებდით საქართველოს რეგიონებში, ბიზნეს სექტორში არსებულ მდგომარეობას მდგრადობის ჭრილში და რას ურჩევდით კომპანიებს? რატომ უნდა დაანერგონ საერთაშორისო სტანდარტები თავიანთ საქმიანობაში? რატომ უნდა გახდეს კორპორაციული მდგრადობა მათი DNM-ის ნაწილი? რაც შეეხება სხვადასხვა პარტნიორს შორის თანამშრომლობას, გასულ წელს ჩვენ დავამყარეთ ურთიერთობა ქართულ ენერგო კომპანიებთან. ეს ის კომპანიებია, ვისთანაც შეგვიძლია ვითანამშრომლოთ და გავუზიაროთ საუკეთესო პრაქტიკა. გავეცნოთ მათ გამოცდილებას ტექნოლოგიების, სოციალური თუ გარემოს დაცვითი მიმართულებებით, რა განსხვავებულ აქტივობებს ახორციელებენ, რა შეგვიძლია ავსახოთ ჩვენს გეგმებში ან ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ. ეს პროცესი აქტიურად შარშან დავიწყეთ და ვფიქრობ, იგი სულ უფრო და უფრო განვითარდება. ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვუზიარებთ ჩვენი სექტორის სხვა მოთამაშეებს, ნამდვილად ეხმარება მთლიან სექტორს, ასე რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი საკუთარი ოპერაციების გაუმჯობესება, არამედ სხვა ელექტროსადგურების დახმარებაც არის. ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ამ მიმართულებით. ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ კომპანიებს მუდმივი თანამშრომლობა სჭირდებათ, ვინაიდან პროგრესი ყოველდღიურია. შესაძლოა სხვადასხვა კომპანიებს ჰქონდეთ სხვადასხვა პრობლემა, რომელთა მოგვარებაც ერთობლივად შეგვიძლია. ტექნოლოგიურ ასპარეზზე ჩვენ მივაღწიეთ დიდ პროგრესს ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების გამოყენებით გარკვეული საკითხების გადასაჭრელად. ჩემი გზავნილი კომპანიებისთვის არის, რომ იყვნენ უფრო მდგრადი. ფიქრობ აუცილებელია წინსვლა იმ მიზნებისკენ, რაც გაეროს გლობალური შეთანხმების ორგანიზაციამ დაადგინა. მაგალითად, ჩვენ გვყავს კორპორაციული მდგრადობის გუნდი, სოციალური მდგრადობის გუნდი და გარემოს დაცვითი გუნდი, რომლებიც ყოველდღიურად შრომობენ იმისთვის, რომ გადაიდგას ხელშესახები ნაბიჯები დასახული მიზნების განხორციელებისკენ. დაისახეთ მდგრადი განვითარების მიზნები და გამოყავით ბიუჯეტი მათ მისაღწევად. ამავდროულად იყავით პასუხისგებლიანი თქვენ გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ. ყოველი დღის ბოლოს თითოეულ ჩვენგანს წვლილი შეგვაქვს ეკონომიკურ ზრდაში. მდგრადი განვითარების მიზნების ერთგულებით ვქნით ღირებულებებს ჩვენი ბიზნესისთვის და ყველა სხვა დაინტერესებული მხარისთვის, ვისთანაც მუშაობთ. მდგრადობა კარგია ბიზნესისთვის და რა თქმა უნდა კარგია ქვეყნისა და გარემოსთვის, რომელშიც მუშაობთ. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენი სტუმარი იყავით. გისურვებთ წარმატებებს საქმიანობაში და იმედი გვაქვს, რომ მომავალში ისევ გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ და გავიგოთ მეტი, თუ როგორ განვითარდა თქვენი საქმიანობა ადგილობრივად და როგორ შეგაქვთ წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში საქართველოში.